მოგესალმებით, ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით დღეს ვნახოთ ჩვენ ვინ არის ის თქვენი ბედის კაცი, როგორ გამოიყურება, რა ხასიათი აქვს. შეიძლება თქვენ იცნობთ, თუ არ იცნობთ, შევეკითხოთ ტაროს, სად შეიძლება მოხდეს თქვენი შეხვედრა და ასე შემდეგ. და მე რა თქმა უნდა ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. აი ესეთი კითხვები დღეს მომივიდა. უკვე თქვენ იცით, რომ მე გავხსენი, გავაკეთე თქვენთვის მეორე არხი, რომელშიც არის აი მოკლე გაშლები, იმიტომ რომ ვიცი რომ ზოგს უყვარს მოკლე გაშლები და ამიტომ თქვენთვის ეს არხი შევქმნი. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, ან ისე დავარქვით არო ვალენტინასთან. იქაც იქნება, ნუ იქ მოკლე გაშლები იქნება. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი ენერგია, ეხლა თქვენ თვითონ რა ენერგიაში ხართ, რომ მე უკვე ვნახოთ ეხლა ვინ არის ეს თქვენი საბედო მამაკაცი, ხო? ეხლა რა ენერგიაში მყავს მე ის გოგო, შეიძლება ბიჭებო თქვენს უყუროთ. რა ენერგიაში? აჰა. так, ჩემო სიხარულებო, ნუ ეხლა აქ როგორი ენერგია არის რა? შეიძლება თქვენ ეხლა ვინც ყურუმი გამოდის, კი ბატონო. აი საქმეში შემიძლია გითხრათ, რომ კარგად ხართ, იცით? აი რაღაცა თქვენ შეიძლება თქვენი თავი იპოვეთ, შეიძლება რამე შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად და დაკავდეთ ისეთი საქმით, რომელიც მართლა მოგწონთ და აქ აი ბედნიერი ხართ, იმიტომ რომ ვიპოვე საქმე, ვიპოვე მასწავლებელი. მადლობა უფალს იმისთვის, რომ მე ახლა ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მე მიყვარს, მაგრამ აქ მიდის რაღაცა ტრანსფორმაცია თქვენთან ურთიერთობაში უშუალოდ რა. იმიტომ რომ შეიძლება ზოგი განიცდის, ზოგი ფიქრობს, შემხვდება, არ შემხვდება ჩემი სასიყვარულო, ჩემი ბედი, ჩემი სიყვარული საერთოდ მოვა ჩემ ცხოვრებაში. თუ აი ასე უნდა ვიყო, ნუ ტრანსფორმაციას გადეხართ ახლა თქვენ უეჭველი და აქ არის მომენტი, როცა თქვენ მოუთმენლად ელოდებით, აი აქ ვისთვის იქნება გაშლა, მოუთმენლად ელოდებით თქვენს ადამიანს, ანუ ისეთ ადამიანს, რომელიც მომიტანს მე ბედნიერებას, ანუ მონათესავე სულს ელოდებით თქვენ. ეს გაშლა შეიძლება იყოს ადამიანისთვის, ვინც ეხა ნამდვილად დიდი ხანია უკვე აქ პატარა გოგოსთვის, აი არ ამგონია რომ იყოს ეს ძალიან პატარა გოგოსთვის იყოს ეს გაშლა, იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანმა ბევრი რამე ისწავლა, ბევრი რაღაცა გამოიარა, ბევრი რაღაცას მოერია თავის ცხოვრებაში და ბევრი გაკვეთილებიც აქვს და ბევრი გამოცდილება და ამიტომ აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ძალები უმზადებენ ამას რაღაც სხვა ეტაპს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ნახეთ, რამდენი ტკივილი გამოიტანა და ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ როცა გავდივართ რაღაცა მტკივნეულ მომენტებს, მაშინ უფრო მიდის ჩვენი განვითარება, მაშინ უფრო მიდის ჩვენი სწავლება და მაშინ უკვე ჩვენ სულიც იზრდება რა. და ამიტომ აქ უკვე ადამიანი დიდი ხანია ხა კი, შეიძლება აი იცით როგორ ხართ, ბევრი დანაკარგიც გქონდათ, კი ბატონო, ბევრი რაღაცა ისეთი მომენტები გქონდათ, აქ რო აი რა გითხრათ, რა შეიძლება ზოგმა განიცადა ძალიან დიდი გაჭირვებაც, უფულობა, შეიძლება პრობლემები გქონდათ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ მოერიეთ ამ სიტუაციას, თქვენ თვითონ შექმენით აქ თქვენი თავი, შექმენით. და აქ შეიძლება გითხრათ, რომ აი როგორ არის ენერგიით მაინც სავსე ხართ. აი აქ ადამიანია, რომელიც არ დანებდა, ადამიანია, რომელიც მაინც წინ მიდის, ადამიანია, რომელიც მაინც ყველაფრის მიუხედავად იცის, რომ ჩემ ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა ისეთი ადამიანი, ვისთანაც მე მართლა შევძლებ, რომ ვიყო ბედნიერი, იმიტომ რომ აი ნახეთ, უძლიერესი პიროვნება ხარ, რამდენ რამეს მოერიეთ თქვენ, ნუ ძალიან ბევრი რაღაცები გქონდათ აქ ახლა ურთიერთობაშიც რა. მაგრამ თქვენ აი აქ იცით როგორ ხართ, აი არ დავნებდი, აქ ადამიანმა არ დაკარგა პოზიტიური განწყობა, თუმცა გქონდა ისეთი მომენტები, როცა არაფერი არ ახარებდა, როცა არაფერი აღარ უნდოდა, მაგრამ აი ეს იმედით სავსე რომ არსებობს ამ სამყაროში ისეთი ვინმე, ისეთი ადამიანი, ვინც ნამდვილად მე მომიტანს ამ სიყვარულს, ვინც ნამდვილად
ანუ ნახეთ, მე არ ვიძახო შევაშურო თქვენ სიყვარული არ განიცდიათ არასოდეს, მაგრამ არის რაღაცა მომენტები და აი აქ ამ ადამიანს უნდა გქონდეს ეს მომენტი ზუსტად გულში, რომ მე ვიცი, მე ვგრძნობ, ჩემი ინტუიციამ კარნახობს, რომ არსებობს ისეთი პიროვნება, არსებობს ჩემი მონათესავე სული, ვინც თვითონაც ახლა ალბათ გადის რაღაც გაკვეთილებს, მაგრამ აი უკვე როცა დრო მოვა, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით რა, აუცილებლად ვიქნებით ჩვენ ერთად, იმიტომ რომ აქ უკვე იცით რა არის, აი მაღალი ძალებიც ეუბნებიან უკვე ადამიანს, რომ მოვიდა დრო, რომ შეიცვალოს ყველაფერი, იმიტომ რომ შენ იმდენით კივილი გადაიტანე, ყველაფერი აი ყოჩაღად გაიარე და აქ უკვე თვითონ ეროფანტი გვეუბნება, რომ გაკვეთილი გავლილი გაქვს ყოჩაღ შენ რა. და ამიტომ რა თქმა უნდა, აქ გიმზადებენ, მაგრამ თქვენ ცოტა შეიძლება მაინც აი არის რაღაცნაირად მერყეობა, რა ვიცი, აბა გამოვალ საერთოდ კი კარგია რომ ყველაფერი გაშლებსაც შეიძლება უსმენთ რაღაცა თქვათ იქაც თქვენ გეუბნებიან რომ აი მოვა და ასე იქნება, მაგრამ შეიძლება თქვათ ახლა ცოტა სიტუაცია თქვათ, ნუ ისი არ არის როგორც თქვენ გინდათ, ამიტომ ამ განცდებში ხართ, მაგრამ რა არის იცით, აი საერთოდ ეს ესეთი მომენტი რომ რისიც გჯერა ის მოხდება. თუ შენ გჯერა იმის რომ შენ ცხოვრებაში არანაირი ცვლილებები არ მოხდება, შენ თუ ფიქრობ რომ შენ არ ახარ ღირსი არაფრის კარგის, რომ შენ ცხოვრებაში მართლა აი ეს ტანჯვა უნდა იყოს, ნუ მასეც იქნება რა. და თუ შენ ახლა ნამდვილად განწყობა გაქვს თუ სხვანაირი, შენ თუ გრძნობ რომ მე ვარ უკვე სხვა ენერგიაში რა, ის ძალიან აი ზოგისთვის ძალიან კარგია რომ ეხმარება მედიტაციები, აი მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მედიტაცია გვეცნობი ერთად მუშაობს და აი ნახეთ ახლა ეს დასთა მინდა ავიღო ახლა გაშლის ის როგორც ყოველთვის რაღაც ამ ბოლო დროს ხო იცით რომ შემიყვარდა ეს დასთა და აქ გვაჩვენებენ ჩვენ ახალ სიყვარულს რა. თუ თქვენ ბედნიერი ხართ თქვენ ურთიერთობაში, სადაც თქვენ ეხლა ხართ, ნუ შეგიძლიათ ნახოთ ეს გაშლა, შეიძლება ისაჯარო გაშლა არის და გამოჩნდება ის ადამიანი, თქვათ, ვინც თქვენ ახლა გიყვართ და უბრალოდ გაინტერესებთ, ის არის თუ არა ჩემი ბედი და როგორ განვითარდება ურთიერთობა. თუ დაუშვათ თქვენთვის ეს სიგნიფიკაცია, რაც მე დავდე დღეს არის აქტუალური, მაშინ ეს უეჭველი იქნება თქვენი გაშლა. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ კითხები როგორც ყოველთვის მაქვს მომზადებული და ეხლა რა თქმა უნდა ვნახოთ ახლა ჩვენ აქ ახლა რაღაც სხვადასხვა დასტებიც მიგეს გამოვიყენეთ თუ რამე დამჭირდება კიდე ხო ვნახოთ ანუ ვინ არის ხო ეს თქვენი ბედის მამაკაცი ну აქ ვნახავთ ჩვენ საერთოდ იცნობთ თუ არა იმასაც ვნახავთ აუცილებლად ვინ არის ეს თქვენი ბედის მამაკაცი ვნახოთ ახლა როგორი ხასიათი და ენერგია აქვს ამ ადამიანს ესეც ვნახოთ აუცილებლად როგორ გამოიყურება შეიძლება თქვენ მაგითაც ან ну იცნობთ დაუშვათ ხო შემდეგი ვკითხოთ რა საქმიანობს ან რა საქმეთ იქნება დაკავებული დაუშვათ ხო სად ან როგორ შეხვდებათ ეს ადამიანი რა პირობებში მოხდება ან როდის მოხდება ცოტა არაკორექტული არის კითხვა ტაროსთვის მაგრამ ჩვენ ვკითხოთ აი ну რა პირობებში ასე რომ ვთქვათ შეხვდებათ ну მოხდება თქვენი შეხვედრა და რას შემოიტანს ეს თქვენს ცხოვრებაში და როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება მაგისის შემოსვლით აი ასე ვნახოთ ну დიდი ცვლილება კი აი სასიყვარულო თემებში აქ ვიღაცას აქ ძალიან დიდი ცვლილება აი ეგრევე შემიძლია ვთქვა აქ ადამიანი ეცვლება აი ნახეთ როგორ არის ეცვლება ოჯახისთვის უკაცრავად ემზადება ოჯახისთვის და ბედნიერი ოჯახისთვის ისეთი ოჯახისთვის სადაც მე ვიქნები აი ეს ხანძლივი ურთიერთობა და ისეთი როგორიც არც მქონდა მაგრამ ისეთი როგორიც მე ვოცნებობდი მე ამას ვგრძნობ მე ჩემს მონათესავე სულს ვუძახი მე ვთხოვ ჩემს ანგელოზებს რომ ეს ყველაფერი ტკივილები რაც კი მქონდა რაც გამოვიარე დასრულდეს ყველანაირი აი ეს აბსოლუტურად ახლა კი მივიღე ეს მრცირთულები გავიარე გზა დავასრულე და უკვე მინდა დავისვენო ეხლა უკვე ვოცნებო
მე საერთოდ იმაზე რომ აი ახალზე, აი აქ არის ეგეთი გაშლა. აი ეგეთი გაშლა თქვენ ელოდებით და საგვარეულო თქვენთვის ამზადებს უკვე ამ ადამიანს. აი ეს არის კიდე სიგნიფიკაცია დამიმატეს. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ რას გვეტყვის ცოტა რომ ეს პატარანი და მომეტანა ხო რა მაგასაც ხო რომ დამეხმაროს მაშინ ამას გამოვიყენებ ისევ კაი რაღაც მარტო ამ დასტაზე მინდა ვიმუშაო დღეს ვნახოთ პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს ანუ ვინ არის ეს მამაკაცი და ეს მამაკაცი უკვე აი ნახეთ აქ არის ხმალების რაინდე ეს არის ადამიანი რომელიც უკვე გზაშია უკვე მოდის თქვენთან უკვე ჩქარობს თქვენთან აქ არის ძალიან ისეთი ახალგაზრდა ენერგია ძალიან ისეთი ადამიანი რომელიც აი უშუში არის რაღაცა აი მამაცი ტიპი არის ვიღაცა ახალგაზრდა პიროვნება ან ახალგაზრდა ენერგია მაგრამ ეს ადამიანი უკვე ჩქარობს თქვენს ცხოვრებაში ну იყოს ჯერ ასე და მე ახლა თუ დამჭირდება ვკითხავ კიდე იცნობ თუ არა შეიძლება აქაც და რო გვაჩვენებს ჩვენ ხო როგორი ხასიათი აქვს და ენერგია ამ ადამიანს ვკითხოთ როგორი ხასიათი ძალიან სამართლიანი და ძალიან გადანასწორებული ძალიან ადამიანი ისეთი როგორი იცით აი მაგას არ უყვარს ტყუილები მაგას არ უყვარს დაუშვათ რაღაცა ეს ადამიანი სხვათა შორის არის როგორი ტიპის აი უფრო გეტყვით ახლა მაღალი არკანი ამიტომ შემიძლია აქ დავამატო როგორი კიდე მომენტი ნუ მატრიციდანაც რა საერთოდ როცა სამართლიანობა გამოდის ეს უკვე იმას ნიშნავს რომ თვითონ ადამიანის ხასიათი აქვს როგორც გითხარით პირველ რიგში ის რომ მას არ უყვარს ეს ტყუილები თავისთავად ადამიანი რომელიც ვერ იტანს უსამართლობას თავისთავად მაგრამ აი ესეთი ადამიანები ძალიან ხშირად ეძებენ უფრო აი კანონიერ ურთიერთობას მოდით ასე ვთქვათ რომ აი სერიოზულ ურთიერთობას ეძებენ რა ეს ადამიანები და ძალიან ისეთი აი უყვარს ხისი დახმარება მაგრამ აქ ადამიანი ჯერ აწონდაწონდეს ყველაფერს და მერე უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას რა ძალიან ისეთი პიროვნება არის რა მაგრამ ენერგიით სავსე, გაიგეთ, აი ესეთი ტიპი არის რა. შეიძლება ეხლა გზაში არის სადმე, შეიძლება სადღაც სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, მაგრამ ის უკვე თქვენსკენ უკვე მას აგზავნიან, ეს არის უკვე უეჭველი, ნუ 100%-იანი შემიძლია გითხრათ რა. როგორ შეიძლება როგორი გარეგნობა შეიძლება გქონდეს ამ ადამიანს? აი ნახეთ ცხრიანი არის აქ პენტაკლების. ანუ როგორ შეიძლება ეს ადამიანი მართლა ძალიან ჭკვიანი გარეგნობით იქნება, შეიძლება მაგას უყვარდეს რაღაცა აი ესეთი ჩაცმულობა, თუნდაც ნუ მოჭრელო ასე რომ ვთქვათ რა. არის როგორი მომენტი, იცით, როგორ აი იცით როგორი თემა, აი რომ დაინახა, იტყვი რომ შეიძლება ბრენდები უყვარდეს სხვათა შორის ამ ადამიანს, რომ შეხედავ, იტყვი რომ აი მდიდრულად ჩაცმული ადამიანი რა. ნუ აი რაღაცა ბრენდული ეს ადამიანი სხვათა შორის იცმევს იმას, რაც მას მოსწონს, რაც მას სურს, მაგრამ ცხრიანი პენტაკლების მაინც გვეუბნება ჩვენ იმას, რომ ანუ ეს მაინც უკვე ამას აქვს შესაძლებლობები და ამიტომ შეუძლია უკვე ისი თქვა თუნდაც აი გარეგნულად შეიძლება უვლის თავსაც ხო გარეგნულად ახლა თან ძალიან მხიარული პიროვნება არის იმიტომ რომ ამის ცხოვრებაში პრინციპში ყველაფერი რაც მას სჭირდება მაგას აქვს და პლუს კიდე ეს ადამიანიც არის როგორი ტიპი იცით რომ აი თავის თავი თვითონ უკვე შექმნა და ამიტომ ცხოვრობს ისე როგორც უნდა. აი ძალიან პოზიტიური პიროვნება და პრინციპში თქვენ ახლა აი იცით არის რომ ისეთი ადამიანები რომ ეგრევე იზიდავენ თავისი ენერგია და იმიტომ რომ აი უპრობლემო თითქოს აი უპრობლემო პიროვნება რა. აი გამოიყურება ძალიან კარგად, ძალიან ახალგაზრდულად სხვათა შორის შეიძლება აქ სხვათა შორის შეიძლება იყოს ადამიანი კიდე იურისტი შეიძლება იყოს, ექიმი შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ.
მაგრამ აი ის რომ მაგას თავისი საქმე რო ეკნება, ეს უკვე უეჭველი, იმიტომ რომ აქ ადამიანმა რაღაცას მიაღწია უკვე, განათლებული იქნება 100%-იანი, ამას უმაღლესი ექნება დამთავრებული შეიძლება რამდენიმე, ან ყოველ შემთხვევაში, ნუ რაღაცა კურსები და რაღაცა ესეთი აი საკმაოდ როგორი ადამიანი არის, იცით კიდე? ანუ დაუშვათ აი ხო არიან ზოგი თქვათ ახლა ფულიც აქვს, მდიდრებიც არიან, მაგრამ აი ცხვირი აქ დაწეული იმ დონეზე რომ ვერ მიეკარებენ. აი ეს რაღაც თითქოს იცით ენერგია მოდის უშვალო ადამიანია. ამას არ ექნება ის მომენტები რომ თქვათ ახლა აი ნუ რადგან თავშავარდნილება არ ექნება ეს მოდით ესე ჩემი კარტულად ვთქვათ, ხო? ნახოთ ახლა რითი რა საქმიანობს ეს ადამიანი. ხო გითხრეს ჩვენ. ნუ ამას უეჭველი აქვს თავისი საქმე, პლუს კიდე ეს ადამიანი არის ნახეთ, ამას აქ როგორი თემა იცით? მატერიალური და სულიერი გაერთიანებული აქვს. მე ხო გითხარით, რომ საერთოდ ცხრიანი პენტაკლების იმას ნიშნავს, როცა ადამიანი არის უკვე სულიერადაც განვითარებული და ნუ რა თქმა უნდა მატერიალურადაც განვითარებული, იმიტომ როცა ადამიანი თქვათ, მაგისის არ არის ის მომენტი, რომ თქვათ ეს ცხოვრობს ნაკადში, სხვა დროს ძალიან წარმატებული ტიპი არის და ძალიან ენდობა მაღალ ძალებს, იმიტომ გეუბნებით, რომ ნუ ასე თქვათ, მაგისის არ იქნება უცხო, თქვათ, ეხლა შეიძლება ეზოტერიკა, ფსიქოლოგია, ანუ ისეთი თემები, რომელიც თქვათ, ეხლა აი ნუ შეიძლება ფატალისტი იყოს, ესეთი ადამიანი, თქვათ, რომელიც ეხლა ამას საქმე აქვს თავისი, მაგრამ როგორ არის, იცით? აი ბევრს შრომობს, ეს შრომა ძალიან უყვარს, მაგრამ ამავე დროს ამ ადამიანს აქ აი სჯერა ისეთი მომენტების ვთქვათ, რომ აი სამყაროს უნდა ვკითხო, ნაკადი რას ნიშნავს, იცის. ნუ იმიტომ გეუბნებით, რომ ადამიანი ახლა ვითარდება, ანუ არ არის მხოლოდ ვთქვათ, ახლა დაციკლული რაღაცა ისეთ თემაზე, რომ მარტო ვთქვათ, ახლა ის რა ქვია, მარტო უნდა ვიმუშაო, ფული უყვარს, მაგრამ ამავე დროს სულიერადაც ვითარდება, რითიც შეიძლება იყოს დაკავებული. ნუ აქ რითიც რა ვიცი, ბევრი რამით შეიძლება იყოს დაკავებული, შეიძლება თავის საქმე ქონდეს, შეიძლება ძალიან ისეთი წამყვანი მენეჯერი იყოს რომელიმე კომპანიაში, სადაც მართლა კარგი ანაზღაურება აქვს. შეიძლება აქ უფრო даже მაინც ვეთყოდი, რომ აქ მაგას თავისი ბიზნესი, როგორც გითხარით, რა თავისი ბიზნესი უეჭველი ექნება მაგას რაღაცა, ანუ ისეთი საქმე, სადაც ადამიანი ბევრ ენერგიას დებს, რა. და ბევრი რაღაცებს იმაშობა, რა ქვია, ნუ აკეთებს რა. თან ესეც როგორ არის, აი მაგასთან თითქოს ფული მოდის ძალიან ადვილად რა, იმიტომ რომ არ ზღუდავს ამ თქვათ ენერგიას რა, ფულის ენერგიას და ეს როგორი მომენტი მოდის, იცით, რომ ადამიანი ცხოვრობს თავისი ცხოვრობით, ისე როგორც მას სურს, იმიტომ რომ ფულზე დაციკლული არ არის და ეს ფული მაინც თავისით მოდის მის ცხოვრებაში, იცით? მაგრამ ძალიან ისეთი ენერგია შეიძლება ხო გეუბნეთ და გადაადგილება უწევს, შეიძლება რაღაც აი ესეთი მომენტი არის აქ რა. ნუ ახლა ვნახოთ, სად ან როგორ შეხვდებით. სად ან როგორ შეხვდებით, ნახეთ. აქ შემიძლია გითხრათ რა. შეიძლება შეხვდეთ თქვენ სადმე თქვათ მეგობრებთან, არ გამოვრიცხავ. შეიძლება რამე წვეულებაზე, შეიძლება სადმე რესტორანში შეიძლება შეხვდეთ დაუშვოთ, შეიძლება კაფეში შეხვდეთ. ანუ შეიძლება რამე ზემი იქნება, თეატრი შეიძლება იყოს. შეიძლება ისეთ ადგილზე, სადაც აი თქვენ, ნუ აი დასვენებაც კი ბატონო, დასასვენებლად თუ დაუშვოთ წახვალთ, ნუ ახლა საჯარო გაშლა, ყველა ხო ერთ ადგილზე ხო არ შეხვდებით ახლა ერთ და იგივე ადამიანს, ხო? ანუ სადაც თქვენ აი даже უფრო რა მომდის, იცი, აი სადაც თქვენ იქნებით წასული დასასვენებლად. უფრო, აი სადაც ვისვენებ, ამიტომ გეუბნეთ ეს შეიძლება იყოს კაფე, ეს შეიძლება იყოს რესტორანი, შეიძლება მეგობრებთან ერთად. რა, მოდით აბა კიდე მაინც ვკითხავ მე ახლა დამატებითაც რა რაც გვეტყვიან, რომ სად შეიძლება შეხვდეთ თქვენ. ნუ აქ მაჩვენებენ, რომ ეს ადამიანი სხვათა შორის ვიღაცებისთვის შეიძლება მქონდეს ესეთი მომენტია, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია თქვენ გითხოვთ თვალებს. აი ამ ეს ადამიანი თქვენ გიცნობთ. იცით? იმიტომ რომ შეიძლება ახლა თუ იცნობთ, თუ არ მოქმედებ, მოდით ვკითხოთ, ხო?
ნუ ეხლა როგორი მომენტი არის, იცით? აი ჯერ ტკბება თქვენი არსებობით. შეიძლება თქვენ დაუშვათ თქვენ სურათებს ათვალიერებს, თქვა თუ ვიდეოს დებთ რამეს, ხო? აი ამ რაღაცებს უყურებს, იმიტომ რომ დიდი ხანია გითვალთვალებს ეს ადამიანი, რა მე არ გამოვრიცხავ. მე რო გიტყვი რა. ხო, ფიქრობს ეს ადამიანი რაღაცას, მართლა ბევრს ფიქრობს, შეიძლება თვითონაც აქვს რამე დასასრულებელი ჯერ. კი. აი, როგორ მალე იმოქმედებს, ამას შეიძლება აქ როგორი მომენტი, იცით, რაღაცა შეიძლება აი კიდე ცოტა დრო მინდა. გაიგეთ, მაგრამ უკვე იმოქმედებს, მალე იმოქმედებს. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ როგორ იქნება სად? так. იცით რა არის? აი, რატომღაც მოდის სრულიად მოულოდნელად თუ რა? ხო. აი, გეუბნებით თქვენ ეს ისტორია როგორ დაიწყება? აი, სრულიად მოულოდნელად. თქვენ შეიძლება აი, როგორ ხართ, იცით? დაუშვოთ სადღაც ხართ. თქვენ აი, აქ ნახეთ კიდე გზა, კიდე მეგობრები, კიდე რაღაცა, აი, სადღაც უნდა წახვიდეთ, რა ვიცი, სადღაც შეიძლება დაგპატიჟებენ რაღაც ადგილას, შეიძლება даже გზაზე, კაფეში რო არის კაფეს გზა დაუშვოთ, ხო? აი, იქ შეიძლება მოხდეს ეს. მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, იცით? როცა თქვენ აი დაუშვათ ახლა, ნუ სიტყვაზე თუნდაც იმ კაფეში დაუშვათ, გახვედით ახლა ტერასაზე თქვა და გახართ იქ და რაღაცას, ნუ თქვა უყურებთ, რა ვიცი რამეს, ხო? აი ეს ადამიანი უცბად მოვიდა თქვა და გითხრათ, რომ აი მე შენ მინდა თქვენი გაცნობა. ანუ აქ გოგებნებით უფრო მომდის რაღაცა ესეთი მომენტი, როცა შეიძლება даже, აი ნახეთ რა მომდის ახლა, თვითონ ეს ადამიანი აქ через მეგობრებით მოულოდნელად და ისეთ რა მომივიდა ახლა, რომ ვითომ ვიღაცა შეიძლება თქვენი მეგობრები ის მეშვეობით მოიცა არ დამაკარგინოთ რა ეს. ანუ როგორ არის, იცით? სთხოვს ვინმეს რომ გაგაცნოს თუ როგორ აბა მითხარით. არ დამაკარგინო რა ეს აზრი. ახლა მაჩვენებენ რომ შეიძლება განთავისუფლება მიდის მაგისი რაღაცა სულიერის, რაღაცა შეიძლება დაკავებული არის ახლა ადამიანი, აი ამას უფრო მაჩვენებენ ახლა. და აქ რაღაცა საქმეები, აქ დასასვენებლად სადღაც იქნები წასული. დასვენებას აჩვენებს. და ეს მეგობრები ვინ არიან, მაშინ ეს მაინც მითხარით. თქვენ მაგას კარგად იცნობთ ამ მეგობრებს, ძალიან კარგად იცნობთ, შეიძლება სახში რაღაცა მითხარით ნორმალურად ახლა. აქ როგორი მომენტია, იცით, სად გაიცნობთ, ხო, როგორ შეიძლება მოხდეს ეს შეხვედრა. ვიღაცისთვის იქნება ეს ოჯახის წევრების, ანუ აი ნახეთ როგორი თემა. აი თქვა თქვენ ამ ადამიანს იცნობთ, დაუშვათ, იცნობდით ადრე. მერე ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია. და თქვენ დაუშვათ მერე დაშორდით, ანუ როგორ არის, შეიძლება даже არც შედგას, ნუ просто უბრალოდ იცნობთ რაღაცა ეთქვათ, ნუ დაუშვათ მიხვედით თქვენ, თქვათ მეგობრებთან, ან ოჯახში რაღაცა თქვენ თქვათ, ხო არის აი წვეულებები რაღაცები, ხო, თქვათ რაღაცა დღეობა, ხო? და შეხვდება ადამიანი, რომელსაც თქვენ ადრე წლების უკან იცნობდით. მიხვდეთ, აი აქ ეგეთი რაღაცა არის და ნუ გაიცანით კი ბატონო ყველაფერი, მაგრამ მე დაშორება მოხდა, რომ ანუ არაფერი არ იყო. და ეხლა არის როგორ იცით, თქვენი გზები გქონდათ რაღაცა გასავლელი და ეხლა ეს ადამიანი თვითონ თქვენ ამას გაძლევთ, აი აქ არის უკვე ვიცანი, მიხვდით? რაღაც წარსულიდან ადამიანი არის. კი ბატონო, წარსულიდან არის ადამიანი თქვენი
არ გქონდა თქვენ გაიცანით, მაგრამ განვითარება ურთიერთობის არ იყო, უბრალოდ გაიცანით დიდი ხნის წინ ეს ადამიანი. მიხვდეთ როგორ მივდივარ? და ეხლა სადღაც დაგვპატიჟებენ თქვენ, იმიტომ რომ ეს ადამიანი შეიძლება დაუშვათ, იმიტომ გეუბნებით რომ გითვალთვალებს დიდი ხანია, შეიძლება თქვათ, ეხლა ეს ადამიანი წარსულიდან არის, შეიძლება სიტყვაზე Facebook-ზე ხარ წლები, ახლა მეგობრები მაგ არის ესეთი მეგობრები, რომელთანაც თქვათ, ჩემი ბიძაშვილის შვილის მამიდაშვილია, ხო, სიტყვაზე ვიცახე, ხო? და უბრალოდ ყავთ ახლა ეს მეგობრებში და ყავთ. ეს ადამიანი თავს გადევნებს, ხო, მისი ცხოვრება მიდის, თქვენი ცხოვრება მიდის და მე უცბად ეს ადამიანი თქვათ, სადღაც ერთად მოხვდებით და მე აი აქ ზუსტად ან შეიძლება ეს ადამიანი საზღვარგარეთ იყოს სხვათა შორის და დაბრუნდება, თქვათ, დიდი ხანი შეიძლება იყო დაბრუნდება და აი აქ მიდის ეს თქვენი გაცნობა. იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა, ანუ თქვენ გაიცანით, მაგრამ არ განვითარდა. ვოთ. რა შემოიტანს ეგ თქვენ ცხოვრებაში? სიხარულს მოიტან. აი ზუსტად ადამიანი, აი აქაც კიდე ნახat, გეუბნებით სადღაც ძალიან ახლო ადამიანებთან იქნება ეს შეხვედრა. ეს ადამიანი მართლა მოგიტან დიდ ბედნიერებას, დიდ სიხარულს და თვითონაც შეიძლება ესეთი ტიპი იყოს, რომ აი რო უყვართ, ხო იცი რომ აი რო ყველას რო უხარია, რომ ეს ადამიანი მოვიდა და ვაიმე რა ბედნიერება და ვაიმე სად იყავი, როგორ იყავი რაღაცა და ეს თვითონ ძალიან მისტერ პოზიტივი რა და აი აჰა აგერ არის. აი აგერ არის, აგერ ხართ თქვენ. ვერთხების დედოფალი. ორივე ხართ, თქვენ უნდა იყოთ ხოთროს თავისუფალი. თქვენ არ უნდა გყავდეთ, აი მოდის ნახეთ. და ეს ადამიანი გამოგიყვან თქვენ, აი ამ თქვენი პრობლემებიდან, თქვენი გულის ტკენებიდან, თქვენი თქვათ რაღაცა აი უსამართლობებიდან და აი აქ ეს ადამიანი გაძლევთ ძალიან ძლიერ სიყვარულს, ნახეთ. ძლიერ სიყვარულს გაძლევთ, სადაც თქვენ გექნება თქვენი ზურგი, სადაც თქვენ გექნებათ ეს ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ რომ დაუშვათ ახლა მისი იმედი გქონდეს რა და აქ კიდე რა ვკითხეთ ჩვენ, როგორ განვითარდება, ხო? ანუ აი როგორ შეიძლება აქ ყველანაირად გეუბნე, აქ ყველანაირად დარდედა თქვენ და ნუ დატოვებთ თქვენ უკან. რა არის, იცით, მე გეტყვით ახლა ორი სიტყვით, ეს სიტუაციები მართლა შეიძლება მოგიჩვენოთ ახლა ზღაპრული, მაგრამ ახლა დამიჯერეთ ზღაპრული არაფერი არ არის, უბრალოდ აქ არის რაღაცა მომენტები, აი ვისაც ინტუიცია კარგად უმუშავებს და აქ მაჩვენებს რომ ახლა კარგად მუშაობს თქვენი ინტუიცია, რომ ყურუმის იყო და მთვარის ენერგიაც იყო თავიდან. ანუ ეს რა თქმა უნდა, როცა მაგარი ძლიერი გაქვთ თქვენ ინტუიცია. თქვენ ახლა ჩვენ მონათესავეს სულებს კი ვგრძნობთ, როგორ არა ვგრძნობთ, იმიტომ არის რომ ადამიანი რო შეხვდება, ვაიმე ასე მგონია რომ მთელი ცხოვრება მე მაგას ვიცნობ. აი ეს არის ზუსტად და თქვენში არის ეს შეგრძნება რომ სადღაც არის ეს ჩემი მონათესავეს სული, სადღაც, იმიტომ რომ მონათესავეს სული რა არის, ახლა კარმული პარტნიორი არის იმისთვის, რომ ჩვენ გავიაროთ რაღაცა გაკვეთილები. ანუ გავიზარდოთ მხოლოდ აი ეს როგორი თემა იცით, აი რომ მაგალითად მოგიყვანოთ დაუშვათ, ახლა სანამდე არ გეტკინება, შენ ექიმთან არ წახვალ. ხო ასეა? არიან კი ზოგი ისეთი, რომ აი დაუშვათ რამე რო თქვათ ახლა პრობლემა შეექმნა, ეგრევე თქვათ მიდის და თქვათ ახლა ეგრევე უნდა ექიმს მიმართოს და ეგრევე პროფილაქტიკა და ასე შემდეგ. აი ეს ხდება უფრო მონათესავეს სულებთან, ხო ხდებით რა? იმიტომ რომ ისინი რბილად გეუბნათ ეს სიხარულო საყვარელო მოდი ვნახოთ ახლა რატომ შევწუხდე, აი რატომ რაღაც გრძნობ თავს რაღაც ხო თქვი რომ აი რაღაცა თქვათ გაწუხებს, მოდი ვნახოთ ახლა აბა მოდი ექიმთან წავიდე და შენ ახლა მიდიხარ, ხო? და როცა ან თუნდაც დაუშვათ ახლა, ნახეთ აი კიდე მაგალითს მოგიყვანთ, როგორ შეგიძლიათ გაიგოთ. მაგალითად კარმული პარტნიორი გეუბნება, ვაიმე რა ძალიან გასუქდი რა. ან რაღაცა შენ რო სპორტ დარბაზში რო ირბინო, ახლა ცოტა რო დაიკლო, არა კი მიყვარხარ, მაგრამ და შენ გული გეტკინა, იმიტომ რომ შენ დიეტაზე ზიხარ ერთი კვირა უკვე თუ ერთი თვე და უკვე ფიქრობ რომ უკვე რაღაცას დავემგვანე და ეს კიდე ანუ მტკივნეულია, მაგრამ მაინც მიდიხარ იმ სპორტ დარბაზში დაუშვათ, ხო? ან არ მიდიხარ, ჯეუტობ და ჩხუბობ და მე ამ ასობაში გაშოვდოთ ერთმანეთს და იმიტომ რომ აი ეს როგორ გავედი, შენ როგორ მითხარ, მონათესავეს სული სხვანაირად გეტყოს. შეიძლება საერთოდ არაფერი არ გითხრას, უბრალოდ გითხრა, მე რა ულამაზესი ხარ, რა უკარგესი ხარ.
რა მშვენება ხარ შენ, მოკლედ შენზე მაგარი ქალი არ დადეს დედამიწაზე და შენ ფიქრობ, სარკეში რო იყურები რაღაცა, კი ვარ, ხა მე ქალი ოცნება მაგარ რაღაცა ზედმეტი 5 კილო, ცოტა რაღაც არა, წავალ მე ხა სპორტ დარბაზში. ცოტას კიდე ხო ხდებით, ანუ უკვე იგივე შედეგი, მაგრამ უფრო რბილად. და ანუ კარმული პარტნიორი უფრო მწარედ მოქმედებს ჩვენზე და მივდეთ აი ეს მონათესავი სული უფრო რბილად. მივხვდით, მაგრამ ზოგს სჭირდება ეს კარმული პარტნიორი რომ გამოიაროს ეს გზა, იმიტომ რომ სვანაერთ მაგას არ ესმის. გაიგეთ, იმიტომ რომ ზოგი არის ესეთი რომ მაგას რო უთხრა რომ ვაი მე რა პრინცესა ხარ და რა მაგარი ხარ, პრინცესა ვარ, კი პრინცესა ვარ და ვაფშე არაფერს არ განვითარება კი არაფერი არ მოხდება მის ცხოვრებაში. აი ეს ნუ ოდნავ ახლა მინდოდა რომ თქვენთვის ეს მეთქვა. მაგრამ არის კიდე კონტრაქტები ხო არის, რომ თქვა ახლა მე უნდა გავიარო სული რომ მოდის გეგმა ხო? ეს უნდა გავიარო და როცა მე ყველა გაკვეთილებს გაველი სამყაროსგან მე მივიღებ საჩუქარს, ხო? როგორ საჩუქარს? უკვე ისეთ ადამიანს გაძლევენ რომ ისაა შენ უკვე ანუ ეს გამზადებული ასე თქვა დამუშავებული შეხვალ მასთან ურთიერთობაში, მაგრამ ამასობაში ეს ადამიანიც ხო გადის რაღაც თავის რაღაც მომენტებს, ხო? ანუ იმანაც დაამუშავოთ, თქვენს რაღაცები დაამუშავეთ და უკვე შემოდიხარ იმისათვის, რომ უკვე ერთმანეთს ტკივილი კი არ მიაყენოთ და რამე თქვა თუ ხეშობა და ასე შემდეგ, პირიქით ერთმანეთი რომ გააბედნიეროთ ერთმანეთს, აი როგორც ახლა ისრომე და სასვენებლად რომ მიდიხარ და შენ თავს რო უფლებას აძლევ რომ აი ნამცხვარს არ ჭამდი მთელი წელი ჭამ, ხაჭაპურს ჭამ, იმას თქვათ ახლა აი ყველაფერს რადგან უარს ამბობდი, ხო? აი ეს არის რაღაც საჩუქარი, აი ეგეთი საჩუქარი მოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ახლა ნუ ისტორია ხა მოგიყვებით, როგორც შესაძლებელი და რო გვეუბნება ჩვენ როგორც შეიძლება თქვათ მოხდეს ეგ სიტუაცია. ამიტომ შეიძლება ზოგის თქვათ გზაში შეხვდება, სადმე კაფეში შეირბენ და უშოთ თქვათ წყალი იყიდოთ სიტყვაზე, ხო? გზაზე. შეიძლება თქვათ ზოგი პლაჟზე წავა, ზოგი შეიძლება მეგობრებთან რამე წვეულება იქნება, ყველას ხო თავისი სიტუაციები აქვს ცხოვრების, ხო? მაგრამ ის რომ როგორ არის ან იცნობთ, აი როგორ არის იცი მონათესავი, ნუ გაიხსენით ეს მომენტები ახლა უეჭველი გექნებოდეთ, როცა ადამიანი გაიცანი და ვიცნობ. აი საიდან ვიცნობ აზზე არ ვარ და სად შეიძლება აი ან შეიძლება სილუეტი რაღაცა ან ვიღაცას მაგონებ და მე შეიძლება თქვათ რომ თუ არ მოისმენ აი ის მსახიობი რო იყო მე მგონი იმას სინამდვილეში არაფერი მსახიობი უბრალოდ თქვენ ახლა გვეცნობიერად გაიხსენეთ ეს მაგრამ ისეთ ცხადში ხა ვერ ხვდებით გაიგეთ აი ეს არის ეგეთი რაღაცა მაგრამ ზოგისთვის უფრო გაუმართივებენ და შეიძლება თქვათ, აი ის ადამიანი, რომელიც თქვათ, შეიძლება თქვენი ძმის, ჯარის მეგობარი, სიტყვაზე ვიძახე, რომელიც თქვენ ნახეთ ერთი 20 წლის წინ, რაღაცა კომუნიკაცია მოხდა, სიმპათია მოხდა, მაგრამ всё მეტი არაფერი არ მოხდა, დაშორდით და ეხლა მოვიდა დრო, რომ აგერ თქვენს თავისუფალი ხართ, ისიც თავისუფალია და თქვათ ეხლა რომ შევხვდეთ და რაღაცა თქვენი გზა გაიაროთ. ნუ აი ასეთი ისტორია მოგიყევით დღეს, გელოდებით კომენტარებში, გელოდებით სხვა ჩემ არხებზე, ნუ თუ გინდათ რომ უფრო მოკლე იყოს და ცოტა ვილაპარაკო. გელოდებით ჩემულამაზება, მაგრამ მე გულით და სულით გისურვებ თქვენს ყველას სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.